მარიკა იცი დღეს ბაზარში უნდა წახვიდე მე არ ვცალია 4 ვართ უკვე ოჯახში და ბევრი პროდუქტი გვჭირდება დილამშვიდობისა გამოვედი. არა, ნატა, ეხლა ირაკლის ვეუბნებოდი სწორედ, უკვე 4 ვართ, ბაზარში უნდა წახვი და ბევრი პროდუქტი გჭირდება მეთქა. რა მაგარია რა. აი გამოდივარ ეხლა ოთახიდან და წინ სუხანი კაცის მაგილოთ მხდება მშვენიერი გოგო რა. დათო, დღეს იქნებ ბაზარში წახვიდე რა. იცი 4 ვართ და ბევრი პროდუქტი დაგჭირდება. მე კარგი მოიფიქრე. მე რა მოიფიქრე ისი? ეხლა ჩვენ მე ირაკლი და შეიძლება სანდროც წავიდეთ დედაშენთან. დედაშენთან და მამაშენთან, ხო. და ბოლო ვინ არის აქ? ირაკლი, რა მინდა გითხრა. ეხლა შენ კარგად თუ დავკვირდები ახლობას, ჩვენ უკვე 4 ვართ. ამიტომ შენ უნდა წახვიდე ბაზარში და ბევრი პროდუქტი მოიტანო. ირაკლი, ისე უხერხულად გრძნობ თავს, რომ გაწუხებთ. ირაკლი, ხო ხედავ როგორი საყვარელია. რა შეწუხება? რა შეწუხება? ისე უყვარს ბაზარში ზიარული გიზგავს. მოდი. მარიკა, ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა. აი ისე უცებ მოხდა ჩვენი წამოსვლა, რომ აზრზეც ვერ მოვედი. დასაცმელიც კი არ წამომიღია. ხო, ეს ვისი მაისური კაცია? ეს დათოსი. ხო, დათოსი, ხო. ირაკლი, რა მაგარია რა. იქ ჩვენი ცოლები საუბრობენ, ჩვენა კაცები ლაპარაკობთ. მაგარია. მარიკა, ჩაი ადუღდა? ნატა, ჩაი ადუღდა? არა. მარიკა, ის ლურჯი პერანგი გამირეცხე? ნატა, ის ლურჯი პერანგი გამირეცხე? მარიკა, მე მივდივარ ამ სახლიდან. ნატა, ირაკლი მიდის და ალუჩან ბანანი ხوار დავაბაროთ მოიტანს. გაგიკვირდება დათო და ზუსტად ისე იქცევი როგორც ჩვენი ოპოზიცია რა. მოდით ახლა დავასხიათ. როგორ და მარტომ ვერაფერი მომიხერხე და ხალხი მომისი. დავასხი ჩაი. ირა, ხო ხედავ, ვერ ეტევი ამ მაგიდას. ამიტომ
უნდა იყიდო დიდი მაგი და უფრო. ეხლა რა ქენ იცი, აი, აჰა, ეს გამომართვი. წადი, დაჯექცეს ბიჭო. რათო? სისულელებს ნუ დიალოგ. მოდი ირაკლი, მოდი ახ, მოდი შენ დაჯექი. მე მაინც დიეტაზე ვარ და ბევრს არ ვჭამ. უბრალოდ აი ამას ავიღებ და ამ ორსაც ავიღებ და იქით ჩერთვის ვიქნები, ხო? ნატა, ჩაი დამიმატე რა. ნატა არ შეწუხდე, შენთვის არ შეიძლება ბევრი მოძრაობა. მადლობა ირაკლი. აჰა. ნატა, შაქარი მომაწოდე რა. იჯექი ნატა. ირაკლი, ეს კოზი არის სველი. და სხვა კოზი მომაწოდე რა. აი, ხო, ვიტომ ნატას ვერ ვეუბნები რა. ირაკლი, გახსოვს ჩვენ წინ მშენებლობა რო იყო? ხო. $600 გვაძლევდნენ კვადრატულს. ხო, ხო არ ავიღეთ. ბაბა. ეხლა იცი რამდენი გამختარა? რამდენი? 1000 რაღაცა. 1000 რაღაცა? 1000 რაღაცა? ბიჭო, როგორ გავუშვით ესეთი შანსი ხელიდან, ჰა? ერთი ოთახი მაინც გეკიდა, გადახვიდოდი იქ და იცხოვრებდი, მე კიდე აქ ვიცხოვრებდი, მარტო შენ. მარიკა? ხო. მე სამსახურში მაგვიანდება წავედი. ხო. ვინმე რომ მოვიდეს? უთხარი ძალიან ხო? ადგილი აღარ გვაქვს თქო. ვაი თავი. ვაიმე თამარ. რა ვქნა აღარ ვიცი მეტი აღარ შემიძლია ყველგან დავრეკი არ სად არ არის. საავადმყოფოებში დავრეკი არ არის, პოლიციაში არ არის, ნათესავებთან არ არის. რა ვქნა რა ვუყო. მაგის ერთადერთი ნათესავები ჩვენ ვართ. ხო და მაგას არ ვამბობ, სახლში ყველგან ნახე და არ სად არ არის. რაღაცა ცუდს მიგრძნობს გული. თამარ, ხომ არ გათხოვდა? კარგი რა გულს ნუ მიხეთქავ. მობრძანდა. მოგრიალდა პროილარი. პროილარი განცა. მოვიდა. ვაიმე, შეხედე როგორ გადმოდის ლუიმე. იმის მაგივრად რომ ძღოლს უთხრას 1-2 ხმამაღლა დაასიგნალოს და მაღალი გაზი მისცეს რომ თელმა მეზობლებმა დაინახოთ. შეხედე რას აკეთებს. ქეთევან პატარა ჯერ არ იცის. ახლა ამოვა და როგორც მოგილაპარაკეთ ჩვენს ადგილებზე. მიდი. მაგრამ ეს რა გამიკეთა მაგან? მაგას ისეც მაგას ნახე რა სუზა. ქეთევან მოგწონს. ხო, კარგად ხარ, მე როგორ ვარ? ჰალო. როგორ ხართ? ხო, არ გძინა? ქალბატონო, დაჯექი. სად ჯდები? აქეთ დაჯექი. გამატარე გოგო. გძინავს კი არა, სად ბრძანდებოდი, ა? ესე იგი, საავადმყოფოშიც ხო დავრეკეთ, განყოფილებაშიც დავრეკეთ. მე არ ვიცი. ვაიმე, ისე ქიმი რა კარგი ტიპი გამოდგა, რამდენ ხანს მელაპარაკა. როგორ აურია თურმე იმ სწერვაცოლმა ცხოვრება. ქეთევან, ეგეთებს ბედი აქვთ? დამაცადე. სად ბრძანდებოდი? კი, მაგრამ მობილურზე ვერ დამირეკეთ? როგორ დაგვერეკა? ხო იცი რომ რვიანი გათიშული გვაქვს, ვინმე რომ არ დარეკოს საზღვარგარეთ. მე ვისვე კითხები, სად ბრძანდებოდი? ჩემს მეგობრებთან ერთად დისკოტეკაზე ვიყავი. გენაცვალე. ჩვენ რო ეგრე გველო დისკოტეკაზე და ესე გვეხარჯა ფულები, ამ ყველაფერს კი ვერ მივაღწევდით. აბა. თამარ, მე ამასთან ლაპარაკის ნერვები უკვე აღარ მაქვს. შენ უთხარი დღესვე ჩაალაგოს ბარგი და წავიდეს სახლიდან. კი, მაგრამ ჩემი ბილეთი 2 კვირაშია. 2 კვირაში წახვალ. კი, 2 კვირაში მივდივარ. ნახე როგორ მეპასუხება, შეხედე
მინდა? ქალბატონო, ეხლავე დავრეკავ იმ ბაშბატონს რომ მოგაცილა და ეთქვი რომ დღეიდან ფეხს არ გაადგავარსოთ, ხო გაიგე? დამაცადე და იმ სიმპათიურ მაღალ ტიპს სრულთა რომ იჯდა, მე თვითონ დავურეკავ და ვეტყვი. ხო, რა ირი? არაფერი დაურეკე. ციტას გეტყვით? საქართველო მე მგონი დემოკრატიული ქვეყანაა და ადამიანის უფლება დაცულია. ხო და მე სრულწლოვანი ვარ და როცა მინდა, სადაც მინდა იქ წავალ. მართალი იყო სტალინი. არ უნდა კედელთა. კარგი, კარგი. დაგირეკავ. კარგი. აბა შედის. დაჯექი რა. ირაკ, რამე უნდა მოვიფიქროთ, რა? რა მინდა კითხო ირაკ? შენ როგორ მოიქცეოდი სიდეთს რომ გამოიგდეთ შენ და მარიკა? ჰა? მოუკიდებდი ჩემ ცოლს ხელს. ხო. და დროებით გადავიდოდი საცხოვრებლად რომელიმე ჩემ მეგობართან, ან ნათესავთან. არა, ნათესავთან არა. შეიძლება ბატონო ირაკლი? მოვიდა სოკრატე. სოკრატე? ხო. ბარსა. როგორ ხარ, სანდრო? კარგად. იცი რატო დაგიბარეთ? აი, ეხლა ამ სიცხეში დალევა არ გვინდა. არა, რა დალევა, გაცილებით სერიოზული საქმე გვაქვს. ნაგო? საღამოს დათოს სიდეთრთან უნდა ავიდეთ მე, შენ და დათო. და უნდა დავარწმუნოთ ქალბატონი ლიანა, რომ სახში შეუშვას დათო და რა თქმა უნდა ნატაც. აჰა. მე ვიცი როგორც უნდა მოვიქცეთ. ირაკლი, რამე სხვა იდეა ხომ არ აგაქვს? დათო, რჩევა მაქვს ერთი. აბა, როავალ შენ სიდეთრთან საღამოს. რამე მოფერებითი სახელი რო დაუძახო, მაინც ქალია და ესი ამონება. რა? აი მე ხო ვუძახი ხოლმე მარიკას, ჩემო ბეღურა, ჩემო ცქნაფა, ჩემო ბარტყო. მოიცა შესაფერისი სახელი უნდა მოვძებნო, ხო? ეს იქ ჩემს სიდეთს. ალბათ ხო? აჰა, ესე იგი. ჩემო ორბიკო. არა. ჩემო სვაუკა. ჩემო ყვაუკა, სანდრო? ყვაუკა? ბიჭო, რა მაგარი მუსკულები მაქვს. სანდრო, მოიხსენი ეგ რაღაც რა მორჩი მაიმუნობას. მართლა სერიოზული საქმე გვაქვს. ტაქტიკა უნდა შევიმუშაოთ. ტაქტიკა. აი მაგალითად, ავალთ, მე ვილაპარაკებ, შენ ყველაფერში დამეთანხმები. და მე? შენ ისე იქნები ვიზუალური ეფექტისთვის. ეგ მაწყობს. მაგრამ ხელცარიელები ხო არა ვალთ? ყვავილები რო აუტანოთ. ოჩახსან. აი, ნახე, წარმოიდგინე. 3 მამაკაცი, 3 თაიგული. წითელი, ყვითელი და თეთრი. როგორც შუქნიშნის ფერებია. რა ფერებია შუქნიშანზეო? წითელი, ყვითელი და თეთრი. თეთრი. მწვანე სად არის, სანდრო? ხო, წითელი, ყვითელი, თეთრი და მწვანე. ამათი სახში შეშვება ნაღდად არ შეიძლება. მოკლედ, როდესაც მიდიხარ სტუმრად და არიცი როგორ მოიქცე, სჯობს ნაცად ტაქტიკას მიმართო. როგორ? აი ჩვენ უნდა მოიქცეთ ისე, როგორც ბარსელონა იქცევა ხოლმე, როცა სტუმრად თამაშობს. როგორ? მოდი აქ. ეს მოედნის ცენტრია. პირველი 15 წუთი ვართ დაცვაში. და მიდის მოწინააღმდეგეს დაზვერვა. გასაგებია. მე ოდნავ წინ წაწეული ვდგავარ აი აქ.
დათო, შენ ხარ ჩემგან ცოტათი მარცხნივ და უკან და მაზღვევ. და შენ იქნები სოკრატე. ხო, სოკრატე. ოღონდ სათადარიგოთა სკამზე. აი, გამოსავალი შექმნილი რთული სიტუაციიდან. ოხერი ხარ რა ირაკი. ოხერი ხარ რა, ყოველთვის ქონდა შენი იმედი. ეხლა მე წავედი და 6 საათზე იქ ვარ. პირდაპირ იქ მოვა. ხო, კარგი. აბა პარა. მოიц, მე წამოვალ რა. ბატონო სოკრატე. შენ ცოტა ხანი დარჩი. ეს ყოველი შემთხვევისთვის ენცეფალოგრაფიას გაგიკეთებ. რა იცი რაში გამოგადის? აი ისევ. დედა ჩემთან მეც ვრეკავდა დათოც, მაგრამ მობილურს არ იღებს. ნატა, შენ ნომერს ალბათ არ იღებს და დათოს ანგარიშზე არ ექნება. მარიკა, აი დარწმუნებული ვარ, დედა ჩემს ერთ-ორ დღეს შეაუცილებლად გადაუვლის და შემირიგდება. მანამდე კი თქვენი შეწუხება მოგვიწევს. კარგი ნატა, რა შეწუხება? ოღონდ შენთან ერთი თხოვნა მაქვს, ხო? აი ირაკლისთან ეს 1-2 დღე არ ახსენე, ხო? გამარჯობა. რას მიირთმევთ? გამარჯობა, 2 ყავა. მე ნამცხვარი წმინდა. ხო მართლა, ჩვენთან სიახლეა. ჩვენი ბარის მეპატრონემ დააწესა პრიზი. ვინც ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებს გულშემატკივრობს, იმათვის ნებისმიერი ნამცხვარი უფასოა. მართლა? დიახ. დედა გიждები გერმანიის ნაკრებზე? მე ფანი ვარ, ფანი. მაშინ 3 გერმანელი ფეხბურთელის გვარი უნდა მითხრათ. 3 გვარი. რა პრობლემაა? ესე იგი ვალდესი ფიგუ და ეტო. ოჯა, ეხლა მოგიტან. აი, პატარძალიც მოვიდა. გამარჯობა. ანანო როგორ ხარ? კარგად, მადლობა. აი დაჯექი. არა, აი აქ დავჭდები ეს. ეკა, შენ არ იცნობ, ხო? არა. ნატა დათოს მეუღლე. სასიამოვნოა. ჩემთვისაც. ეკა, გაიცანი ეკა, გიგის, ლევანის, რობერტის ყოფილი და სოლომონის მომავალი მეუღლე. ვაიმე, სალომე, მე წვენი მომიტანე ხო? მეც რა. ეკა, შენ მეოთხედ თხოვდები ხო? ხო, მეოთხედ. ეთყობა მიჩვევა იცის. არ ვიცი, მაგრამ ესეთი შეყვარებული და ბედნიერი ჯერ ქორწილის წინ არასდროს ყოფილ ვარ. აი, დარწმუნებული ვარ, სოლომონს აი ძალიან უყვარ ხარ. იცი რა ყურადღებიანია? იცი რა ქნა სოლომონმა? რესტორანში დამპატიჟა და მთელს დარბაზში მარტო მე და სოლომონი ვიყავით და ოფიციანტებიც და მუსიკოსებიც მარტო ჩვენ გვემსახურებოდნენ. და ირაკლიმ რა ქნა შეყვარებული რო იყო ჩემზე? გამის 3 საათზე ჩემი ფანჯრების წინ ქართული ხმების ბიჭები ამღერა. მერე რომ მიდიოდნენ, მთელი მეზობლები ტაში-ტაცი. დათომ რა ქნა იცით? ჩემთან შერიგება რომ უნდოდა. აი, კარებთან ძალიან ბევრი ყვავილები დამახვეთ რა. იმდენი იყო რომ სადარბაზოში ვერ გაივლიდი. აი ზუსტად ეგრე და მაგდენი ყვავილები დაუხვედრებია ჩემთვის ირაკლის, მაგრამ მე კი ვერ ვნახე. რა? წაუღია ვიღაცა. ვაიმე, ბებია ჩემის კატა, მიცით რა ქნა? ესე იგი, ჯერ ახტა სკამზე, მერე სკამიდან გადახტა მაგიდაზე და მერე ფარდაზე ავიდა. ანანო. სოფოლომდე. მეც მინდა რამე სიურპრიზი გაუკეთა სოლომონს და დამეხმარეთ მომაფიქრებინეთ რა რამე. მე ვიცი. მოდი დაპატიჟე სახლში და ყველაფერი შენი ხელით გააკეთე. ხაჭაპური, ლობიანი, ბადრიჯანი ნიგზით, კარგი საცივით, ბაჟე, ნამცხვარსაც თუ გამოუცხო. მომშივდა. იცი რა მოვიფიქრე? სახლში დავპატიჟებ. ოთახში სულ ვარდის ფურცლებს დავყრი
სანთლებს ავანთებ, სოლომონი რომ მოვა თვალებს ავუხვევ, ხელს მოვკიდებ და ისე შევიყვან. ვაიმე, ძალიან მაგარია. ეკა, ოღონდ იცი რა ქენი, თვალები რომც არ აუხვიო, ხელი მაინც მოკიდე და იცი. მე ცოტა ხნით წავალ. მოიცადე ერთი წუთი. ქეთევან. ისევ მიდის. სად მიბრძანდები? გიორგიმ დამპატიჟა კინოში. პრემიერაზე მივდივარ. გიორგი რომელი მაღალი შავგრემანი სიმპათიური? ის რომ ათლეტური სპორტული აღნაგობის. ექსპიატი რო ყავს. 23-ში 12-ის ნახევარზე რომ მოგიყვანა. არა, გოგო, ეგ ნუკრია. გიორგია საშუალო სიმაღლის ქერათმიანი, ექსპიატი კი არა, ემელი რო ყავს, ემელი. ქეთევან. რა? გაგვეპარა. ვაიმე, ვის ურეკავენ? ვაიმე. ალო? გისმენ? რა? გრატულირენ და ჯანდაბაშე. ვინ იყო? ანგელა მერკელი. რა ვიცი მე ვინ იყო? ალბათ იმ ქალბატონის დაქალი იყო გერმანიიდან. ტელეფონი დარჩა იმ ბატს. ვაიმე, ტელეფონი დარჩა, მოდი დავათვალიერო. იცი რა, პირველი მე ვიპოვე ტელეფონი და მე უნდა დავათვალიერო პირველმა. მოიცადე? ნახე ჩვენი ნომერი როგორ უწერია? მინიღლონტები. მომენტში გადავაკეთო. მინი კი არა. მისის ღლონტები. ხო, აი ეს. ალო. ხო, თამარი ვარ. გვანცა? ტელეფონი დაგჭა? არ ვიცი მოვძებნი. მე არა ვარ სახლში. მე არა ვარ უთხარი. მე არა, აიღე, სიცხვილი მიდია, აიღე. ხო, გვანცა. ხო, აი ტელევიზორის თავზე დადებ. კარგი, გენეჯერ. შეგიძლია დაიგვიანო. კარგი. მოდი ახლა ვნახოთ მესიჯები. მოდი მანახე, მოიცა. აუ, ეს ნახე რა. ხვალ შვიცაძე შარდენზე გელოდები მაშინდელივით, მაგრა გავერთოთ. პკ. თამარ, პკ რა არის? პკ. პავლე კობლაშვილი, რა ვიცი. აუ ეს ნახე. აუ ეს მაგარი ბიჭია. საიდან ხვდები რომ მაგარია? შეხედე გოგო 67. ჩამოყევი ნომრებს. ვაიმე, ამდენი კაცი სულ თუ არსებობდა დედამიწაზე ვერ წარმოვიდგენდი. ქეთევან, ეხლა ვითომ რა, გვანცა მართლა იცნობს ამდენ ბიჭს თუ ჩვენსავით ყველა თუ წერია ნომრები? მოიცა რა. შეხედი ამ ტელეფონში ყველაზე მაგარი ბიჭია, გოგა ჭიღლაძე. საიდან ხვდები? აი, საერთოდ არ ჟღერს რა. რატო? აი, ყველაზე მაგარი. მერაბ კაკაურიძე. რამერაბ კაკაურიძე რა თამარა, სულ არ გა კაცებში ინტუიცია რა. მე. ხო. თამარ ღლონს. არ მაქვს კაცებში ინტუიცია? ქეთევან, აი ამას დაგიმტკიცებ ნებისმიერ დროს, როცა გინდა და როგორც გინდა. აი ეს როგორც გინდა უკვე ზედმეტი იყო. გინდა დავიძვავდეთ. მოდი, აი მე მაგიდან ამოვარჩევ ერთ ბიჭს. მოდი. შენც ამოარჩევ ერთს. ხო. რომელიც უფრო სიმპათიური იქნება, მოგებულიც ის იქნება. მიდი. ეს არ მინდა? ხო. მე. გია. მანახე. ეს არ მინდა, არა. კაკი. მერე ვინ იტყვის, ვინ არის ყველაზე სიმპათიური? ჩხეიძეები. მოგძანდით.
მოგზადე. შემოგზადე. გავზადით. ლიანა ახლავე შემოვა, მეც უცებ გავიპარსავ და შემოგიერთდებით. დავზადით. აი ეს ბაითია რა ირა რა. გევასა? აი იქით არის ჩემი და ნატას ოთახები. გადაიგეთ ვაჟლი ბიჭებო, არ მოგერიდეთ. ისე არ დაგავიწყდეთ ბარსელონას ტაქტიკა. ო? აი მე რო აქედან შევა. გამარჯობა. რა ნამუსით მოხვედი ბიჭო, ჰა? კორპუსის ირგვლივ ყველა მაღაზიაში ვალი დამიტოვე. ლომბარდიდან შენი ჩაბარებული ნივთების დახსნას ვერ აუდივარ. გარაჟი გამიყიდე. დაგიშავე რა მე? ჰა? სანდრო, სწრაფი გოლი გაუშვით. მე შევიცვალე მე ის დათო აღარა ვარ ქალბატონო სვა ორბი ლიანა დედიკო თუ გნებავთ კარებს გამოვაგებ სუფთაერი შემოვიდეს ჭაღის ქვეშ მაინც ნუ დაждებით არ ჩამოვარდეს ალბათონო ლიანა დათო მართლა შეიცვალა ეს ის დათო უკაცრავად ხო გოგი $400 გასეს ხო მეგობარია $400 მასესხეო გოგი მე ხო იცი არ მაქვს ახლა ამდენი ფული ერთად და აი დათოს ვკითხავ დათოს თუ ეკნება ხო დათო გოგია $400 მინდა ხვალისთვისო რა პრობლემა რა პრობლემა ვასესხებ ხვალისთვის უნდა ხო მოვიდეს აქ მოვიდეს და ვასესხებ გოგი მაქვსო დათომ ხო ძეგლი უნდა დაუდგა ძეგლი ხო აი ასეთია ხო აი ხომ ხედავთ ქალბატონო ლიანა ეს ის დათო აღარ არის გავდიშო დათოს უკვე იმდენი შემოსავალი აქვს რომ მეც მინახავს ჩემ ოჯახსაც და სანდროსაც ესე იგი აი ეს დათო გინახავს შენ და სანდროსაც ხო? და სანდროსაც შენ გამოიხედი აქეთ ჯერ შენ თვითონ რატო მობძანდი აქ და მე აი ეს უსაქმურები რატო დამაყენებ ა? შენ ადექიპერზე ისე რო შეგხედავს კაცი გარედან კაც გემხარ ამათ ფონზე მით უმეტეს ხო და ეხლა შენ მითხარი მე აი ეს საოცრება რატო უნდა ცხოვრობდეს ჩემ სახლში აბა ჩემ სახლში რატო უნდა ცხოვრობდეს ეს რომ მე ისევ სახში დავაბრუნო. იცი რა მოხდება? მეორე დღიდან სმას დაიწყებს. მომითრესავ თავის სულელ მეგობრებს და იქნება აქ აცაბაცა ციარული წინ და უკან აყალმაყალი. ვერაფერიც ვერ იქნება, აღარ მისცემს ირაკლი ფულს. მირიკაც ერთი შენიკეთ. ამას უყურე ერთი.
ნუ წუხდებით ხალბატონო ლიანა დედიკო. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. რაო? შენ რაღაც ახალი ფრაზა შეგიძენია. ნუ წუხდებით დედიკო. ერთადერთი ფრაზა რომელიც შენგან მახსოვს ეს არის იცით რა მინდა გთხოვოთ? რა მინდა გთხოვოთ იცი? თქვენს მაგას გეუბნებოდათ. მოკლედ კარგად დაიმახსოვრე ერთი რამ. აი შენ რო გიყურებ, ავათხთები და წამლებს ავსვა, მაგრამ არ მშველის. ეხლა მე დავამთავრე შენთან ლაპარაკი. თქვენ კიდე მიმძანით აქედან. დროზე. აი, მეც მოვედი. აბა, რას მიირთმევთ? ღვინო, არაყი, კონიაკი? ვაჟა. გააცილე. უკვე მიბრძანდებით? კარგით. იცით რა? ახლა ცოტა ანერვიულებულია. მე დაველაპარაკები და მე მგონი ყველაფერი კარგად იქნება. აბა, დათო, ნახონცი. ნახონდის ვაჟა, მამიკო. ნახონდის. შენ აქ ცხოვრობ, ხო? ირაკლი რა ორა თქვა დედაჩემა? დათო რა ორა მინდაო? სანდრო შენ მაინც ამიხსენი. რა უნდა გესმე? არაფერი. კარგი დათო, კარგი. ნუ ინერვიულებ. პირველ ცთაზე ასე არ გამოდის ხოლმე ყოველთვის, ხო იცია რა? მე მაგალითად 3 წელი ვაბარებდი სამედიცინო ინსტიტუტში. ნო? 3 წელი აბარებდი? რა იყო ასეთი რთული რა პითაგორას თეორემა იყო? მარიკა, რა სამზადებ? კიდე ვინმე ხო არ მოდის? თამარი და ქეთევანი შემოვლენ. თამარი და ქეთევანი. ოჰო, აი ეს ძალიან გამიკვირდა. ხო, საქმე გვაქვსო. უბრალოდ თამარმა საქმე მაქვს, ქეთევანმა ძალიან სერიოზული საქმე მაქვს. აჰა. სანდრო, არ გინდა ნარდი ვითამაშოთ. სანდრო, ხა? მე მითხარი რამე? გამარჯობა ირაკლი. გამარჯობა. მოდი. შენ მოიცა? თქვენ საკაპირებთ დარჩენას. არა. მაშინ მობზანდი. ხუმრობს გია. გია გაიცანი ეს ირაკლია. ირაკლი ეს გია. ეს მარიკა ირაკლის მეუღლე. მარიკა ეს გია. ეს ნატა დათოს მეუღლე. ნატა ეს გია. ეს სანდროა. გია, წამობზანდი. მოდი გია, მოდი. მოდი. გია, ხო? ცოტა ჩაიჭი. გია, ხო? რა საქმეანო გია? პროფესიით ფიზიკოსი ვარ. ფიზიკოსი. დიახ, მოლეკულურ ფიზიკაში ვმუშაობ. ხო და კი ამოგირჩევია მოლეკულასავით გოგო. თამარ, გია. როგორ არ შეიძლება გია? აი იქ ხელმარცხნივ შედი კარია. ხო, ჩახტამარ. შენ აღარ ხუმრობ? თამარ. სერიოზულია. აბა რა გეგონათ ახლა? მომაქვს.
მარიკა, ახლა რო აღმოჩნდეს, რომ ესენი ერთმანეთს არ იცნობენ, გავგიჟდები. ირაკლი, გაიცანი, ეს არის კაკი. კაკი. მოდი კაკი. თამარ, რა იყო როგორი ქცევი შიაშინი ადამიანი. ვაიმე ქეთევან. შენა რა გინდა? და შენ რა გინდა? მეგონი რაღაც ვერ ვარ კარგად. მე წავალ გამოვიდე. ეხლა მოიცა. მოდი კაკი გია, კაკი. მოდი გია, დაჯექი კაკი. კაკი გია, გია კაკი. ბიჭო, რა საინტერესო. ირაკლი, შენ შეამჩნიე, რა. ორივეს ერთნაირი ზედები რო აცვია. მაცადე რა სანდრო რა. კაკიგია. მე როგორც მივხვდი, ხო, ჩვენ ძმები ვართ, ტყუპები ვართ. ტყუპები ხართ. აჰა. მარიკა, ჩემი ხო ჯობია. მარიკა, ხო ჩემი ჯობია. ხო, რა ვიცი აბა. რითი ჯობია შენი ჩემსას? რითი და ჩემსას უფრო შინაარსიანი თვალები აქვს. ერთი წუთი. მე კარს გავაგებ, ახლავე მოვა. თქვენ არ ადგეთ? არ ადგეთ? და საერთოდ არ გაინძრეთ და ადგილებიც არ გათვალოთ, კაკიგია. გია კაკი. მე არა მერიოს. ვაიმე. გამარჯობა. გვანცა? და თქვენ ის მესამე ძმა არ ყავთ? გვანცა? კი, მაგრამ თქვენ აქ რა გინდათ? არ ვიცი. მეც არ ვიცი აქ რა გვინდა. ჩვენ წავალთ, გავისეირნებთ. წადი. მადლობთ. კაკიგია. გოგო, ჩემსას არ გაგატან. ვაიმე, თუ შენ მეორე ხარ. ნახონდის. კაკიგია. ქეთევან, დარჩით ისევ მარტო. მარიკა, ყავა აღარ გვაქვს. ყავა არ გვინდა, კონიაკი, მარიკა. კონიაკი ირაკლისთან, აი. ახლავე. რა გჭირს? რომანტიკა რა? სანთლები არა? ხანძარი გაჩნდა გადაიწვა სახლი. ყველაფერი სარემონტოა. რა ვქნა ახლა დამწვარი სახლიდან როგორ გავთხოვდე? ეკა შენ არ ინერვიულო? სოლომონი აქედან წაგიყვანს, მოგაკითხავს და აქედან ამ სახლიდან. მართლა მარიკა, მე ირაკლი წინააღმდეგი არ იქნება? რას ლაპარაკობ, ბეკა? ამ სახლიდან ვინმე წავიდეს და ალო. ხო, ირაკლი. კი. აქ არის. ისიც აქ არის. ხო. კარგი, ხო. რა კაცი. მობილური შემოვიტანე. დამირეკე ხოლმე, დამირეკე.
თუ შეთუხდები მე გავაღებ კარს. არა, იდაკი სხვა გათმიდივარ. მობძანდი. აბა, როგორაა საქმე? როგორც კი წახვედით, ეგრევე დაუჯექი და აუხსენი. რომ რაც არ უნდა იყოს, ნატა მაინც ჩვენი შვილია. რომ მალე პატარა შვილი გვეყოლება და ბავშვი უმამოდ არ უნდა გაიზარდოს. ხო. მერე? მერე მკითხა. შენც ისევე ვფიქრობ, როგორც შენი შვილი და ის ვაჟბატონიო? ანუ აი ეს. მერე? მე ვთხარი, მარტო მე კი არა. ყველა ადამიანი, ვისაც გული აქვს, ეგრე ფიქრობს მეთქი. ყოჩახ. სწორია. და მერე რაო? რაო და მეც გამომაგდო.